ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი თემა ჯერ კიდევ დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ის ისტორიული ფაქტია, რომელიც დღევანდელ დღეს 25 წლის თავს ზეიმობს. 1991 წლის 31 მარტს საქართველოში რეფერენდუმი გაიმართა. რეფერენდუმი კითხვით უნდა იყოს თუ არა ქვეყანა დამოუკიდებელი და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა 97%-მა ცხადია ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა. სალომე გელაშვილი, ჩვენი კოლეგა ისტორიულ ფაქტებს გაიხსენებს და თქვენც კიდევ ერთხელ დაგაბრუნებთ 25 წლის წინანდელ საქართველოში. თანახმახართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად. ასე იყო ფორმულირებული რეფერენდუმის შეკითხვა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 31 მარტს დაუსვა. კენჭისყრაში მონაწილეობა ქვეყნის მოსახლეობის 90%-მა მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობას კი ხმა 98%-მა მისცა. ამ მომრჩეველთა საერთო რიცხვმა 3,657,477 ადამიანი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმის შედეგები მოსკოვისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, წინასწარ შედეგებს 1 აპრილს მათგან პასუხი მაინც მოჰყვა. რუსულმა მედიამ ფაქტი არასერიოზულად შეაფასა და თითქმის საპირველ აპრილო ხუმრობად გამოაცხადა. ყველაფერთან ერთად ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აფხაზეთის და სამაჩაბლოს ჩათვლით ჩატარდა. ეს კი არა მარტო ქვეყნის მოსახლეობის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაც უსვამდა და უსვამს ხაზს. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამ მომრჩეველთა საერთო რიცხვმა 327,175 შეადგინა. რეფერენდუმში და კენჭისყრაში მოსახლეობის 61%-მა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს დამოუკიდებლობას კი მხარი მონაწილეთა 97%-მა დაუჭირა. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, რეფერენდუმი 7 სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც ამ მომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11,376 აღმოჩნდა. 10,182 გაცემული ბიულეტენიდან კითხვას დადებითი პასუხი 10,180-მა გასცა. 31 მარტის რეფერენდუმი საქართველოს კონსტიტუციაშიც ფიგურირებს, იქაც ამ მოვლენას ტერიტორიული მთლიანობის დასადასტურებლად იყენებენ. საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. ნათქვამია კონსტიტუციის პირველი თავის, პირველი მუხლის, პირველივე პუნქტში. საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ 1991 წლის 9 აპრილს 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე დამოუკიდებლობა გამოაცხადა.